ჩამოვედით პალმაზე. გამარჯობა. საღამოს ვიყავით ასე ინოდ გასულები სანაპიროზე. ულამაზესი მზის ჩასვლა იყო. ძალიან მოგვეწონა სანაპირო. ხოლო ვაპირებთ უფრო ცენტრისკენ გასვლას 30 წუთის სავარზე აქედან. დილას გვაქვს საუზმე სასტუმროში, შემდეგ შეიძლება ცოტა ხნით ჩვენთან აუზზე გავჩერდეთ ან სანაპიროზე გავიდეთ. და შემდეგ გავთ უკვე ცენტრისკენ და დავათვალიერებთ ასე თუ ისე რასაც შევძლებთ ხვალ, თორე და გვაქვს ამისთვის 10 დღე. Pekha, რომელი ნაყინი აიღე შენ? ვანილა. შეუყვეთა ალკოჰოლის გარეშე კოქტეილი ნოხტობა როგორი კბილია ძალიან და გაწვეული ლიმონია. გასაგრილებლა ენორგია რაც თავარია ბეროისი
მაჩვენე? აქაური ლოდია, ხო? სან მიგელ, მიხელ. ტროპიკულ სიცოცხლე. უგო საჭმელი ვიყო. წავუყოთ აქედან. პალმოდი მალიორკას. ძალიან მაგარი პიცერია აღმოაჩინეთ. ვინც მოხვალთ აქეთ არინას მხარეს. რა ქვია, მუჩო გუსტო, ხო? ეს 4 ყველის პიცაა. და ეს კიდე სალამი და სოკოთი. უგემრიელესია ორივე. და ფასებიც როგორია ბექა, კარგი ფასები ხო? ანუ 9 და 10 ევრომდე ღირს ერთი პიცა, ვაგრე. და ძალიან გემრიელია, რაც გავსინჯეთ, უგემრიელესია. ცი ვიყავა ხორბლის რწით, ხო? ხო. და მე კიდე კრუასანი ავიღე დამატებით. გითხარი მე როგორი იქნება ვე. პიცის მერე თან კარგია, ხო ცი ვიყავა. რო კითხო არ გინდოდა ცი ვიყავა. ხო კითხო მაგალ ცივი. ნუ კრუასანი სხვა არის. ტკბილი. აბა ნახოთ როგორი გასინჯება და მიდრე. კაია. არა. დავარა. ნაყინები ვიყიდეთ და სანაპიროზე შევჭამთ. დღეს არ არის მზის ჩასვლა. სწორედ ვრუბლები იყო და არ გამოვიდა ლამაზი მზის ჩასვლა, მაგრამ გუშინ ძალიან ლამაზი იყო. იქნება მზის ჩასვლა და მე ავიღე მარწყვი და რაფაელო, შენ რა იღებ ეგ? პისტაჩო და ვანილი. ვანილა. თამაშობენ ფრენბურთს. ბექა აჭმევს მტრედებს. მე ღაბა გადავუგდი კიდე. არ გინდობა. როგორ მოგია. კიდე მაჭამეო გელუდება. ეს უგოსავითაა ერთხელ რომ იცემ სნექს. ჯახი არ გავუცი. რაო? სპარენი. ჰოლა. მეორე ნაწილი ისე მოგვეჩვია აღარ მიდის, აი დაგტრიალებს. გონი სანამ არ მორჩება ბოლომდე ეს ზესუმზირა არ დაგვანემებს და. ეს საყვარელია. აი მას ჭამდა კიდე ამ სამაჯურზე, გონა რომ რაღაცა იყო.
საყვარელ ბარში შემოვედით ყავის დასალევად. მოგწევს და წავიღეთ. განსაკუთრებით გამაგრილებელი. ეს რა დაგვირიგეს ხოთა გემის boarding card-ი გემზე რო შევალთ ეს უნდა ვაშენოთ და დასკანერებს ბექამ შეუკვეთა ფორთოხლის ნაყინი და შეაქეს სანგემრიელია ახლა. მოგწონს? კარგია კი. მე ჩიზკეიკით და ეს უფრო მომეწონა ბექას.
მოვედით ერთ-ერთ სანაპიროსთან. საკალობრა ქვია. ასეთი პატარა სანაპიროა. ორ მთას შორის და ძალამაზია. საღამოები ჩამოდივართ ხოლმე ძირითადად აქ ჩვენთან სასტუმროში სადილზე და 36 ევროს იხდი 2 ადამიანზე და დიდი არჩევანია. დღეს მაგალითად 8 ფეხაა შემწვარი, მთავარი კერძი და სალათი შეგიძლია აიღო, კარტოფილი ავიღე ბადრიჯანი, ეკამაც და წყალს ყიდულობ. 2.5 იღეს თუ რაღაც ევრო. და ძალიან დიდი არჩევანია აქ საჭმელების და ჩვენი ხელდი. ხედი ყველაფერი და ქათამს თუ ნახავდი არ მეგონა ქათამს ასეთი სასტუმროს წინ გამოვედით სასერნოს ეს რატომ გაჩვენია? ცოტა ხანზე მკლავიანები ჩავიცვით. დღეს ცოტა გრილობდა და შესაბამისად მკლავიანი მკლავიანი ჩავიცვი. ზეგ მივდივართ უკან ჰამბურგში. თავდადე და ხანდელი დღე გვაქვს რა, ასე ვთქვათ. ესეთი ტრადიციული რესტორანია, ბისტრო ბარი, ელ ია, ხო? ესეთი ტაპას ავიღეთ, სხვადასხვა საჭმელია და როგორც დავაკვირდით, უფრო აქაურების ხედავთ ამ რესტორანში, ნაკლებად არიან ტურისტები, მაგრამ კარგი შეფასებები აქვს და გემრიელად გამოიყურება. ნახოთ აბა როგორია. საყვარელი მაღაზია ალი ჰოპ მალორკაზე. ვაი მე ბექაბრა საყვარელია. წაუყვანეთ უკვე. შეგვიძლია მგონი ჩავრთოთ, ნახე? მართლა? ხო. ორი პორტი საინტერესოა. და გადაოსმო მგონი ხე. შეიძლება, შიგნით რაღაც აქვს. მიაუ სიზა. აუ გაგიზდება. წესით ინსტრუქცია რომ ბავშვს უნდა ჩაუტანო და არა კატას. თან მოძრაობს, ნახე კუცა მოძრაობს და ჩემი 64. როგორ მიყვარს ესეთი ჟურნალები.
ერთს ვიყიდი. დავთვალიერებ ახლა. ამ მაღაზიის რაც მომეწონა, ეს არის ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის. ანუ ჯერ მართლა არც ერთ მაღაზიაში შემხვდი, აქ მით უმეტეს და ეხლა და მართლა დიდი პატივისცემა ჩემგან. ხო. აი ნამდვილად დასაფასებელია. აი მე 12 თითი მიდევს.